არ გააჩნია ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ გააჩნია ინფორმაცია პირგასამტეხლოების დაკისრებასთან დაკავშირებით. შეიძლება ამ ძირთანხაზე ორჯერ და სამჯერ მეტი იყოს დასაბრუნებელი, ის იქნება პროცენტი, პირგასამტეხლო, სხვადასხვა საკომისიოები, რაც შენახსენე და ასე შემდეგ. საზოგადოებას რომ განვუმართოთ, რას ნიშნავს ზოგადად კაბალური ხელშეკრულება და როგორ უნდა გაიგოს ზოგადად თამამით დადებული ხელშეკრულება შეიცავს თუ რა კაბალურ ნიშნებს. ყველა ნორმა, ყველა არასტანდარტული ნორმა, მეგობრებო, რომელიც ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს, არის ბათილი. ჩვენ გვაქვს ესეთი უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ დირექტივა. ყველაზე აქტუალური თემა არის სესხის ხანდაზმულობა. და რა უნდა გაითვალისწინოს სესხებმა, რომლებიც ერთადერთ ქონებას, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფაში დებენ ბანკთან. კერძო მევახშეობა დღევანდელი კანონმდებლობით არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. გასეთხოვდი ჩვენ მაყურებელს იმ ხალხს, რომელსაც სესხი აქვს აღებული და რომელსაც დავა აქვს სასამართლოში და ასევე რომელიც სამომავლოდ აპირებს სესხის აღებას. მოგესალმებით, გრძელდება იურიდიული პოდკასტი გივი კაკუშაძესთან და ბიძინა ჩხეიძესთან ერთად. დღეს ძალიან საინტერესო და აქტუალური თემა გვაქვს, ვისაუბრებ სესხის ხელშეკრულებებზე, ბანკებზე, მიკროსაფინანსოებზე, მოკლედ ყველაფერზე, რაც პირის ფინანსურ ვალდებულებასთან არის დაკავშირებული. ამ მიზნით ჩვენი სტუმარია სამართლის დოქტორი, ადვოკატი სესილი ქადარია. სესილი, მოგესალმები, მადლობა სტუმრობისათვის. მოგესალმები სესილი, დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. მართლა ძალიან აქტუალურ თემას ვეხებით დღევანდელ პოდკასტში. ალბათ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქონია ერთხელ მაინც შეხება ბანკთან და ხელშეკრულებასთან და სწორედ აქედან დავიწყე პირველ კითხვას, აი რა არის მთავარი პრობლემა, როდესაც მოქალაქეები მიდიან ბანკში, აწერენ ხელშეკრულებას ხელს და რა არის კონკრეტული ნორმები, რაც მათთვის საპრობლემო ხდება, როგორც პრაქტიკიდან გამომდინარე, რო გითხრა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ძალიან საინტერესო თემის გამოტანისთვის, ასე ვთქვათ, ვინაიდან ეს საჭიროებს ძალიან ხშირ დისკუსიას. როგორც მოგეხსენებათ, ყველა ჩვენგანი არის მომხმარებელი. ეს იყო ცნობილი კენედის ფრაზა, რომლითაც წარმოიშვა მომხმარებლის უფლებები. სესხის ხელშეკრულებას რაც შეეხება, სესხის ხელშეკრულება თავისი არსით არის, რა თქმა უნდა, კომპლექსური და რთული ორმხრივი გარიგება, რომელიც თავისი არსით არის ძალიან მოცულობითი და ხშირ შემთხვევაში გაუგება რენაზე შედგენილი მომხმარებლისთვის, ხო? მოგეხსენებათ, რომ ყველა ჩვენგანი იურისტი ვერ იქნება და ყველა ჩვენგანს არ აქვს იურიდიული განათლება, რომ გაიგოს ესა თუ ის პუნქტი. ამიტომაც დღეს მაქსიმალურად შევეცდები, რომ დეტალურად გავშიფრო და გავაანალიზო ის პირობები, რომელიც აუცილებელია ბანკმა გადასცეს მომხმარებელს და რა ინფორმაცია უნდა მიიღოს მან, რა უნდა იცოდეს, რომელი ნორმა არის კაბალური, რა საკანონმდებლო შეზღუდვები გვაქვს და როგორია სასამართლო პრაქტიკა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რომ დავუბრუნდე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია, თუნდაც მარტივად რომ ავიღოთ, ჯამურად რამდენს უბრუნებს ბანკს უკან. ანუ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სარგებელს, არამედ სხვადასხვა საკომისიოს, რომლითაც ბანკი ჩარჯავს, ასე ვთქვათ, მომხმარებელს, ამის შესახებ ინფორმაცია მას არ გააჩნია. არ გააჩნია ინფორმაცია ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ გააჩნია ინფორმაცია პირგასამტეხლოების დაკისრებასთან დაკავშირებით. ხშირად სამწუხაროდ არ გააჩნია ინფორმაცია, აი აქვს თუ არა საერთოდ უმუშევრობის დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევასაც ხელს აწერენ და ყოფილა შემთხვევები პრაქტიკაში გარდაცვლილ ადამიანი და მაინც ედავებიან ოჯახის წევრებს. მაშინ, როდესაც სიცოცხლის დაზღვევის ჩვეულებრივად იხდიდა ეს ადამიანი ამ საკომისიოებს, ხო? აღნიშნული არის, რა თქმა უნდა, აღნიშნული ინფორმაცია ბუნდოვანია, ამის შესახებ არ გააჩნია არანაირი ინფორმაცია მომხმარებელს და ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან ისე დეტალურად უნდა განვარტოთ ეს ყოველივე. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ფიზიკური პირი მივიდა საბანკო დაწესებულებაში, აიღო სესხი და ის ვერაცნობიერებს, რომ შეიძლება ამ ძირთანხაზე ორჯერ და სამჯერ მეტი იყოს დასაბრუნებელი, ის იქნება პროცენტი, პირგასამტეხლო, სხვადასხვა საკომისიოები, რაც შენახსენე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რა რჩევას მისცემ სესხებელს და რა არის ძირითადი რეკომენდაციები, რაც უნდა გაითვალისწინონ? კი ბატონო, ძალიან კარგი კითხვა. მე მინდა გავიხსენო ჩემი პირველი პრაქტიკა, ეს იყო დაახლოებით 2014 წელს. პირველი სასამართლო პროცესი, როდესაც აი ძალიან მარტივ ენაზე, იმიტომ რომ ბევრი არაიურისტიც გვიყურებს დარწმუნებული ვარ, ავხსნი. მოკლედ, ჩემს კლიენტს ჰქონდა 7,000 ლარი აღებული ძირი პლუს პროცენტით.
და ბანკი ედავებოდა არა მხოლოდ 7,000 ლარს, 7,000 დამატებული 7,000, რომელიც იყო პირგასამტეხლო. საურავებით. ანუ ჯამურად ედავებოდა 14,000 ლარს. ჩვენი კანონმდებლობით სასამართლო პროცესზე გავიტანეთ ეს საქმე, რა თქმა უნდა და ძირთანხას პლუს პროცენტს ვერ ვეხებით, ანუ 7,000 ლარს ვერ შევეხეთ, მაგრამ პირგასამტეხლო 7-დან ჩამოვიყვანით 500 ლარამდე. ანუ ჯამურად დაეკისრა მხარე 7,500 ლარი. ხო, ეს რაც შეეხება 2014 წელს. ეხლა დღევანდელი მოცულობით და მოცემულობით დღეს მაგალითად მაქვს საქმე ბიზნეს დავას 350,000 დოლარი ქონდა ძირი აღებული. და ბანკი გვედავება 5 მილიონს. ანუ აღნიშნულთან დაკავშირებით, ეხლა ძალიან ნათლად და მარტივად მინდა განვმარტო ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც შეიცვალა 2017-18 წლებში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები და დღევანდელი მოცემულობით ძირთანხას რო თავი დაანებო, ჯამურად პროცენტი სარგებელი ნებისმიერი საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს ძირი თანხის 50%-ს. ეს გვიწერია უკვე კანონმდებლობით. მაგალითი სახით, თუ ჩვენ ავიღეთ 50,000 ლარი ძირი თანხა, ბანკს მაქსიმუმ შეუძლია 25,000 ლარი 75,000 ლარი ჯამურად. ამიტომაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მინდა რომ თითოეულმა მომხმარებელმა იცოდეს ამის შესახებ. ხშირ შემთხვევაში მეც მქონია და ეხლაც აღნიშნული დავა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, სასამართლო აქ მკაცრად იმსჯელებს, ვინაიდან კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი აღნიშნული დანაწესი, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან აღნიშნული კანონმდებლობა, დიდი თხოვნა მექნება, რომ აუცილებლად დაიყვანონ იურისტი, წაიღონ საქმე სასამართლოში, ვინაიდან მოსამართლე კაცრად ჩასვამს აღნიშნულ სესხს ჩარჩოებში, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით გვაქვს დაწესებული. კი ბატონო სესილია, კაბალურ ხელშეკრულებაზე ვლაპარაკობთ ძალიან ხშირად. აი საზოგადოებას რო განვმარტოთ, რას ნიშნავს ზოგადად კაბალური ხელშეკრულება და როგორ უნდა გაიგონ ზოგადად თავიანთი დადებული ხელშეკრულება შეიცავს თუ რა კაბალურ ნიშნებს. კი ბატონო. ხო, კაბალურ ხელშეკრულებას რაც შეეხება და მე მინდა ცოტა შედარებით სამართლებრივ ჭრილშიც დავინახოთ აღნიშნული პრობლემა. ჩვენ როგორც ვიცით, ასოცირების ხელშემკვრელი მხარე ვართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსამართლეები ხშირად იყენებენ ევროკავშირის სამართალს, ანუ მომხმარებლის უფლებათა დაცვის დირექტივებს, რეგულაციებს. მათ შორის გადაწყვეტილებებში და ძალიან ხშირად მინახავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღნიშნული დირექტივები, აღნიშნული რეგულაციები. მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო არ არის, დიახ, ხო. ხა კაბალურს რაც შეეხება და თან ორ დირექტივასაც მოვიხმობ მე, რომელიც ხშირად არის დამხმარე მექანიზმი, ასე ვთქვათ. ყველა ნორმა, ყველა არასტანდარტული ნორმა, მეგობრებო, რომელიც ეწინააღმდეგება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპს, არის ბათილი და უნდა მიჩნიოს მხარემ კაბალურად მოსამართლემ ამ შემთხვევაში. რას გულისხმობს ეს? ანუ თუ ნორმა, ხელშეკრულების პუნქტი არის ბუნდოვანი, საზიანოა მხარისთვის პირდაპირ მნიშვნელობით, აღნიშნული ნორმა იქნება გაბათილებული. ხო, და ხშირად კაბალურს უწოდებენ უსამართლო სახელშეკრულებო პირობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ესეთი უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ დირექტივა, რომელზეც მე სხვა შორის სტატიაც მაქვს გამოცემული, რომელიც ეხება ძალიან მკაცრ ჩანაწერს უწესებს ბანკებს, რომ ყველა არასტანდარტული პირობას, რომელსაც ჩვენ ჩავდებთ ხელშეკრულებაში, უნდა იყოს განმარტებული მომხმარებლისთვის, მისთვის გასაგებ ენაზე. და ეხლა მაგალითს მოვიყვან, რომ არ დავაბნიოთ, ასე ვთქვათ, მომხმარებელი, ხო? ჩვენი კანონმდებლობით იმპერატიული დანაწესია, რომ მაგალითად თუ ავიღეს სესხის სახით 30,000 დოლარი. და უზრუნველყოფის სახით გამოვიყენე ჩემი ბინა, რომლის ღირებულებაც არის 50,000 დოლარი. ანუ იპოთეკით დავტვირთე, ხო? 50,000 დოლარიანი ბინა. ეხლა ნახეთ, ისე მოხდა, რომ ვერ გადავიხადე სესხი, ბანკს აქვს უფლება, რომ რა თქმა უნდა, რეალიზაციის გზით გამიყიდოს ეს აღნიშნული ქონება და დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.
გაყიდა ეს ბინა პირობითად $25,000-ად და ვერ იკმაყოფილებს ხო იმ თუნდაც ძირ თანხას. ჩვენი კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ მაინც უნდა შეწყდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა. ანუ მოთხოვნა, რომც არ იყოს ამონაგები თანხა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, უნდა შეწყდეს აღნიშნული სისხლის ხელშეკრულება. თუ სამწუხაროდ სხვაგვარი პირობები არ არის ჩაწერილი ხელშეკრულებაში, ხო? აი ეს უკვე არის არასტანდარტული ნორმა. ანუ ნორმა, რომელიც უხვევს იმპერატიულ დანაწეს, ხო? და ყველა ხელშეკრულებაში პირდაპირ აქვს ჩანაწერი სამწუხაროდ ბანკებს და მიკროსაფინანსოებს, რომ თუ ამონაგები თანხა, ხო, არ იქნება საკმარისი ძირი თანხის ან პროცენტის დასაფარად, უფლება აქვთ გადავიდნენ სხვა ქონებებზე, როგორც არის მაგალითად თქვენი ავტომობილი ან სხვა, რა ვიცი, უძრავი ქონება. მეორე სახლი და ასე შემდეგ. კი ბატონო. ხო, აღნიშნული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უკვე არასტანდარტული ნორმა, რომელიც უნდა იყოს განმარტებული მხარისთვის გასაგებ ენაზე. და აქ იგულისხმება ცალსახად და ისევ ევროკავშირის დირექტივა რო შემოვიტანო, აუცილებლად ის მუხლი, რომელიც ეხება არასტანდარტულ ნორმას, უნდა იყოს გადიდებული შრიფტით, ბოლდი გამოყენებული, იმ გვერდზე ხელმოწერილი და ამით ბანკი მოიხსნის მტკიცების ტვირთს, რომ შენ გააცანი არასტანდარტული ნორმა, მაგრამ და მომხმარებელი ამაზე თანახმა. ამ შემთხვევაში უკვე ბალანსი გვაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ევროკავშირის დირექტივებს ქართულ რეალობაში როგორ ითვალისწინებს სასამართლო პრაქტიკაში? დიახ, მინდა გითხრათ, რომ ითვალისწინებენ. მე მაგალითად მინახავს, აი კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნო, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებებიც მეორე იყო პრაქტიკა უფრო მეტად უზენაესი, როგორც დამხმარე მექანიზმი, ისე იყენებდა ამ ყოველივეს, მაგრამ მინახავს ნამდვილად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებში აღნიშნული ჩანაწერები, რაც მე პირადად ძალიან მიხარია და არა მხოლოდ დირექტივები, მე მინახავს ECJ-ის პრაქტიკა, ანუ ეს არის მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც თუ რომელიმე დირექტივა კონკრეტულად მომხმარებლის უფლებათა დარგში ცოტა ბუნდოვანია, აყალიბებს case law-ს, ანუ სასამართლოს პრაქტიკას ერთგვაროვანს, კი ბატონო, რომელსაც ასევე ვხედავდი გადაწყვეტილებებში. რაც ძალიან სასიხარულოა. კი. გეთანხმები, მეც არაერთხელ შემხვედრია გადაწყვეტილებებში მსგავსი პრეცედენტების გამოყენება. როდესაც მომხმარებელი აპირებს რომ აიღოს სესხი, მისი ფინანსური მდგომარეობა ბუნებრივი არ არის სახარბიელო, იმიტომ რომ მას ესაჭიროება ბანკისგან დამატებით მიიღოს თანხა. ასეთ შემთხვევაში ხშირად მომხმარებლები თვალს ხუჭავენ და უმეტესად არც კითხულობენ იმ ძირითად პუნქტებს და მნიშვნელოვან პირობებს, რომელზედაც თუნდაც შენ ისაუბრე. ასეთ დროს რა რჩევას მიცემ და ურჩევ თუ არა რომ იურისტთან, ადვოკატთან ერთად დადოს სესხის ხელშეკრულება და ისე შევიდეს ბანკთან ურთიერთობაში. დიახ, ეს სხვათა შორის არის ძალიან დიდი ფუფუნება, რომ აიყვანო ადვოკატი, რა თქმა უნდა, ის იქნება დიდი და მნიშვნელოვანი საკითხი თუ ამას მოაგვარებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხს ეხება, რთულია იურისტის აყვანა, ხო? და განსაკუთრებით ჩვენი სოციალური ფონიც რომ წარმოვიდგინოთ. იმედია მივალთ იმ კულტურის საზოგადოებამდე, რომლებიც ეკონომიკას გაიზრდება იმ დონემდე, რომ შესაძლებლობა იქნება. რა შეეხება, ეხლა რჩევას მივცემ. პირველი რჩევასაც მივცემ, ეს არის შემდეგი, ძალიან პრაქტიკულ დონეზე, ჯამურად სესხის გრაფიკს შეხედოს და დაინახოს, რამდენით უძვირდება, ანუ ჯამურად რამდენს უბრუნებს ბანკს საბოლოოდ. მაგალითად, თუ ავიღე 40,000 ლარი ძირი და ვიღებ ამ წუთას, მე 5 წლის მერე ჯამურად იქვე არის ხოლმე დათვლილი, ყველანაირი საკომისიოს ჩათვლით, რამდენი უნდა დავუბრუნო მას უკან. ხო? თუ აქ წერია 100,000 ან 200,000, ეს უკვე გავალურია, ხო? და ჩვენი კანონმდებლობითაც ასე ვთქვათ, აღნიშნული ჩანაწერი უკანონოა. და რა თქმა უნდა არ უნდა დადოს აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულება. მე ვურჩევდი რომ ყველა საკითხზე შეიძლება ბანკებს ევაჭრო. თუნდაც აი წინსწრებით დასაფარი საკომისიო. შეაცვლებინო ხელშეკრულება. კი. მე მქონია 2% მეწერა და დიდი ასე ვთქვათ მოლაპარაკების შედეგად 0%-ამდე ჩამოსულა. მქონია შემთხვევა მე პირადად ჩემი გამოცდილებით დაუკლიათ ასე ვთქვათ ჯამურად ანუ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ანუ შესაძლებელია მეგობრებო
მეგობრებო. განსაკუთრებით კარგი ხა დიდ სესხს, როდესაც ეხება სხვა ბანკს, როდესაც შემოყავს როგორც კონკურენტი, ასე ვთქვათ, და ის ბანკი მთავაზობს ამდენ პროცენტს. მე თქვენ მთავაზობთ მე პირადად მქონია ესეთი შემთხვევა, მithქვამს, რომ აი ეს ბანკი ესე მთავაზობს. თქვენ რა შემოთავაზებთ და იმის ასე ვთქვათ ჯიბრზე უკეთესი პირობა შემოთავაზებთ. ხო, უხეშად ვთქვათ ვაჭრობის საგანია ეს მითხრა ურთიერთობაში კი ბატონო. ხო, ყველაზე ერთ-ერთი აქტუალური კიდე რაც ყველას აინტერესებს და მუდმივად არის ამასთან დაკავშირებით კითხვები იურისტებისთვის განსაკუთრებით და ნუ ხა სოციალურ ქსელში ყველაზე აქტუალური თემა არის სესხის ხანდაზმულობა. აი როგორ ხდება სესხის ხანდაზმულობა და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს, როდესაც აქ მსგავსი პირობები. კი ბატონო. სესხის ხანდაზმულობას რაც შეეხება მოთხოვნიდან, შესრულების დადგომიდან, ასე ვთქვათ და ბანკის მოთხოვნიდან უნდა იყოს გასული 3 წელი, იმისთვის რომ სესხი ჩაითვალოს ხანდაზმულად. ეხლა ჩვენს პრაქტიკაში რა ხდება? სამწუხაროდ გადის 6 წელი, 7 წელი, ეს სესხი პრობლემურდება, ხშირად ხდება მოთხოვნის დათმობა, ანუ ბანკი გაყიდის ამ თავის მოთხოვნებს პრობლემური აქტივების ბიუროზე და ისინი კვლავ აწუხებენ 7 წლის მერე, 8 წლის მერე, 10 წლის მერე. მეგობრებო, პირდაპირ გეტყვით, თუ სესხი არ იქნა ცნობილი ხანდაზმულად, კვლავ გაგრძელდება ეს ზარები. ამიტომაც სასამართლოს მეშვეობით ავტომატურად არ ხდება. კი, სხვათა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მე სპეციალურად შევქმენი ონლაინ კურსი სესხის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რომელიც თვითონ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, რომ თავად განახორციელოს. იქვე არის ატვირთული სარჩელიც გამზადებული და თუ გამოიყენებენ ამ მექანიზმს, მე რა ვიცი გამიხარდება მხოლოდ და მხოლოდ. ასევე მე რასაც ხედავ კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ აი ამ ხანდაზმულ სესხთან დაკავშირებით სესხებლის პირადი პერსონალური ინფორმაციები მიეწოდება სხვა პირებს. ხშირად ხდება, რომ ამ ტელეფონის ნომრებზე ურეკავენ მაგალითად ოჯახის წევრებს გარდა შეიძლება იყოს მეზობელი, ნაცნობი, ნათესავი. ამ შემთხვევაში რა ბერკეტები აქვს ადამიანებს, რომ თავისუფლებები დაიცვან. აღნიშნული პირდაპირ არღვევს პერსონალურ მონაცემებს, მეგობრებო, მეც ვიცი ძალიან ხშირი შემთხვევები ყოფილა, ჩემთან მოსულან კიდეც პრეტენზიებით და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სპეციალური სამსახური შექმნილი, რომელიც არ იყო წლების წინ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა მიმართონ საჩივრით და მომენტალურად მოხდება ამ საკითხის მოკვლევა და თუ საჭირო გახდება, იქნება გამოყენებული შესაბამისი სამართლებრივი ზომები, რომ აღიკვეთოს აღნიშნული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სესილი არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხებლები საკმაოდ დიდი ვადით იღებენ ვალდებულებას, შეიძლება იყოს 5 წელი, 10 წელი, ან რა ვიცი 2 წელი, 3 წელი და ამ დროს ხდება ერთი სესხის ახალი სესხით გადაფარვა. ბუნებრივია ბანკები იქნება ის თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ყოველთვის ცდილობენ რომ რაც შეიძლება მეტი პროცენტი დაფარონ საწყის პერიოდში გრაფიკით და რაც შეიძლება ნაკლები იყოს ეს უკვე ბოლო პერიოდში. აქედან ხომ არ ფიქრობთ, რომ ვაწყდებით ისეთ შემთხვევას, რომ ახალი სესხის აღებით, როცა მე უკვე დაფარული მაქვს რამდენიმე თვის ან წლის პროცენტი, ეს თანხა არის საკმაოდ მოცულობითი, რომელიც წავიდა პროცენტში და ახალი სესხის აღებით იგივე პირობებში ჩავარდი და გავუარესდა ამით ჩემი ფინანსური ვალდებულება. აი ამ მოცემულობას როგორ შეაფასებდი შენი პრაქტიკიდან გამომდინარე? დიახ, აღნიშნულიც რა თქმა უნდა ისევ და ისევ მხარეს აყენებს არათანაზომიერ მდგომარეობაში. მე არ ვიცი, შესაძლებელია მხარეს სჭირდებოდეს დამატებითი თანხის მოზიდვა, ხო? იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ბანკები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები და ისინი გვეხმარებიან, როგორც არ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე, ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხო? ვინ არ არის ადამიანი, რომელსაც მაგალითად ერთხელ მაინც არ აურია სესხი, თუნდაც უძრავი ქონების შესაძენად, ავტომობილის შესაძენად იქ რემონტისთვის, რა თქმა უნდა, სწრაფი სესხი აუცილებლად და მე ვფიქრობ, ამ დროს რა თქმა უნდა მხარეს დამატებით რესურსი სჭირდება და ფინანსური ბანკისგან, რომელიც სამწუხაროდ კვლავ აყენებს არასახარბიელო მდგომარეობაში. სესილი კაბალურ ხელშეკრულებას ვერ ვილაპარაკეთ ჩვენ, მაგრამ მაინც უფრო მეტად საინტერესო მაყურებლისთვის დასაქმელი იქნება ყოველდღიური მაგალითი რომ გითხრა რაიმე თუ ქონია მსგავსი პრაქტიკაში. კი ბატონო, კაბალურ პირობას რაც შეეხება, ეხლა მაგალითად ძალიან საინტერესო საქმე მაქვს, სხვათა შორის ბიზნეს სესხია ბანკთან მიმართებით, რომლითაც აი ნახეთ
თუ ჩემი კლიენტი დაარღვევდა სახელშეკრულებო პირობას, მაგალითად პროცენტს არ გადაიხდიდა ვადაში. იქ ხო წარმოგიდგენიათ, რამდენი პირგასამტეხლო და ჯარიმები წერია. მაგრამ ბიზნეს სესხზე, რომელიც ჯამურად მაგალითად იყო $300,000 და ტრანშებად იყო გადანაწილებული და ბანკმა არ გადმომირიცხა ერთი ტრანში, ან დამირღვია ვადა. არანაირი ჯარიმა, ან პირგასამტეხლო არ ეკისრება ბანკს. აი, აღნიშნული ჩანაწერი, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მხარე ცალმხრივად იზღუდება, ეს არის უკვე კაბალური პირობა. ანუ ყველა პირობა, რომელიც ცალმხრივად ზღუდავს მხარის უფლებებს და ბანკს დომინანტურ პოზიციაში ამყოფებს, დიახ, სწორად თქვით, ეს არის უკვე კაბალური, მეგობრებო. აღნიშნული ეხება არა მხოლოდ ჯარიმის აკისრებას, არამედ ხელშეკრულების ცალმხრივ შეწყბედას. უმეტესად მე რა ხელშეკრულებების მინახავს, მხოლოდ ბანკს აქვს უფლებამოსილება შეწყვილოს. გინახავთ სადმე შემთხვევაში მხარის კონდეს აღნიშნული უფლება. არა. და ყველა ეს ნორმა, რომლითაც კიდევ ერთხელ რომ გაუსვა ხაზი, ბანკს ენიჭება დომინანტური პოზიცია, სწორედაც რომ ზღუდავს ამ შემთხვევაში მომხმარებლის იგივე სუსტი მხარის უფლებებს. და არის კაბალური. იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებითაც რომ გითხრა რეკომენდაციების სესილი, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გავრცელებულია უზრუნველყოფა უძრავი ქონებით. შესაბამისად ამ კუთხითაც მივცეთ ინფორმაცია მომხმარებლებს. კი ბატონო. მოკლედ რამოდენიმე წლის წინ შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომლითაც აიკრძალა იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვა მარტოდენ სესხის მიღების მიზნით ფიზიკურ პირთან. ანუ აღნიშნული რას ეხება? აღნიშნულით ფიზიკურ პირთან იკრძალება, კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება. რაც ადრე, როგორც ვიცით, ძალიან ცნობილი ფაქტი იყო. დღესდღეობით ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას რა თქმა უნდა თავისუფლად შეუძლიათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ სხვა ყველა შემთხვევაში, თუ მაგალითად იურიდიული პირი მყავს სახეზე, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს გაფორმებული აღნიშნული ნოტარიულად. ნოტარიუსი რთული წერილობითი ფორმით, ანუ სესხის ხელშეკრულების შინაარსში შედის და ამოწმებს მის შინაარსს ეროვნულ კანონმდებლობასთან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შემდგომ თავისუფლად ხდება რეგისტრაცია მისი საჯარო რეესტრში, რომელიც არის მეგობრებო აღნიშნული ჩანაწერის საჯარო, ამონაწერი ამოდის, რომლის გადამოწმებაც უკვე ნებისმიერ ჩვენგან შეუძლია. ამიტომ დიდი რეკომენდაციით მე შემიძლია რომ ვთქვა ნოტარიუსთან გააფორმონ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ვინაიდან შინაარსობრივად მაინც გადაამოწმებს არის თუ არა რაიმე უკანონო ჩანაწერი. სესხის ხელშეკრულებას ვლაპარაკობთ, ვეხებით ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანოს, თუმცა ვერ გავიქცევთ მევახშეობის თემას. ეგეც წოდებული ფულის გაპროცენტებასთან დაკავშირებით. აი, როგორ რეგულირდება ეს საქართველოში და ასე არის თუ არა დაჟჯადი კერძო მევახშეობა? აი, ისევ საკანონმდებლო ცვლილებებს რო დავუბრუნდეთ, კერძო მევახშეობა დღევანდელი კანონმდებლობით არის უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ანუ ადრე რაც შეიძლებოდა ეს მევახშეობის ინსტიტუტი რაც ჰქონდა, ჩვენი კანონმდებლობით დღეს აკრძალულია. ფიზიკურ პირზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება მარტოოდენ იმიზნით, რომ შენ მოირგო თითქოს რაღაცა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის სახელი, დღესდღეობით ჩვენი კანონმდებლობით დაჟჯდია და მე როგორც ვიცი, ამას წინათ გასამართლდა კიდეც რამოდენიმე მევახშე ამ მიმართულებით, ვინაიდან პირდაპირ აკრძალული საქმიანობა. ამას გვერდს ვერ ავუვლით. რამ გამოიწვია ეს? სავარაუდოდ იმ ფაქტმა, რომ ჭარბვალიანობა გქონდა საქართველოში და თან არ არსებობს ფიზიკური პირის გაკოტრება ზოგადად. რომ აი გააქვს უამრავი ვალი და გინდა რომ დაასრულო ეს ფინანსური მდგომარეობა. დიახ, არ არსებობს ჩვენთან. სულ რო ინდმეწარმე იყო, იქაც კი არა გაქვს უფლება მოახდინო შენი ფიზიკური პირის გაკოტრება, ასე ვთქვათ. ხო, აქედან გამომდინარე იმ ჭარბვალიანობამ და იმ საშინელმა სურათმა, რაც რეალურად ქვეყნის ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო სამწუხაროდ ანგრევდა. დიახ, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ უკონტროლო ეს მევახშეობის ინსტიტუტი გაუქმდა ჩვენი კანონმდებლობით, რაც მე მგონი არ არის ცუდი. რაც შეეხება ბანკებს, ისინი
კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ისინი არიან ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებული ინსტიტუტები, ანუ ზედამხედველი ორგანო ყავთ და თუ რაიმე უკანონობას ჩაიდენენ, არა მხოლოდ სასამართლო, არამედ ზოგადად ზედამხედველი ორგანოც გააკონტროლებს მათ საქმიანობას. თუმცა ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პოზიცია ესეთია, რომ ისინი ხშირად იყენებენ არგუმენტად ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა, რომ თუ ჩვენ მხარეები თანხვდებით გარკვეულ პირობებზე და მას ვაწერთ ხელს, რატომ უნდა შეგვიზღუდოს, ეს იქნება სახელმწიფო ბანკი, ეს იქნება სახელმწიფო თუ ეროვნული ბანკი, რაიმე შეზღუდვა რატომ უნდა ჩაგვიდოს, ან თუნდაც სასამართლო. ამაზე რას ფიქრობ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე და იმ რეგულაციებზე, რომელსაც ამ მიზნით კანონმდებელი გვთავაზობს. ძალიან საინტერესო კითხვა. მე მეცაც გეტყვით ამას წინათ სასამართლო პროცესზე ბანკის წარმომადგენელმა განმიცხადა, რომ ჩვენო კერძო ბიზნესი ვართო და რა ხელშეკრულებასაც გვსურს იმ ხელშეკრულებით გავაფორმებთ მომხმარებელთანო და ეს ასე არ არის მეგობრებო. მხოლოდ ხელშეკრულების თავისუფლება არ ეხება სესხის ხელშეკრულებას და რატომ? ხა ნახეთ, შემოდის აქ უკვე ადმინისტრაციული კანონმდებლობა. ადმინისტრაციული კანონმდებლობა მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. ადმინისტრაციული კანონმდებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელიც ასევე მომხმარებლის უფლებებს იცავს. აქედან გამომდინარე, შენ წმინდად არ ხარ თავისუფალი, ხო? რომ ხელშეკრულების თავისუფლება რას გულისხმობს, რომ ჩვენ თავისუფალი ნების ფარგლებში და თავისუფალ პირობებში შევთანხმდეთ თითოეულ პირობებზე კვლავ თავისუფლად და მოდით აბა ვკითხოთ, რომელ მომხმარებელს აქვს ხელშეკრულების თავისუფლება, ის უბრალოდ მიუერთდება იმ პირობებს, რომელსაც ბანკი დომინანტურ კი ბატონო პოზიციაში მყოფის თავაზობს. აქედან გამომდინარე, სწორედ მისი სუსტი მხარის პოზიციის დაცვის გარანტიიდან, რომ ამოვიდეს, სახელმწიფომ უნდა შემოიტანოს სწორედ მკაცრი რეგულაცია, რომელიც ეხება მომხმარებლის უფლებათა დაცვას და სწორედ აქ შემოდის ადმინისტრაციული კანონმდებლობა. აქ მხოლოდ ხელშეკრულების თავისუფლება არ გვაქვს, რა თქმა უნდა, აქ უკვე ადმინისტრაციული სამართალი შემოდის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ არის ეს მხოლოდ ხელშეკრულების თავისუფლება, ეს არის ერთგვარი ჰიბრიდი, რომელიც მკაცრად, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, კონტროლდება და უნდა კონტროლდებოდეს ზედამხედველი ორგანოს მიერ. ყველაზე ხშირად პრაქტიკაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სარჩელები არის სწორედ თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით და ხშირად მომხმარებლები, მსესხებლები, როცა იღებენ შეტყობინებას ამ შემთხვევაში მოსარჩელისაგან, ისინი ასე ვთქვათ, უკუაგდებენ ამ შეტყობინებას, უშვებენ ვადებს და მე გარკვეული პერიოდის შემდეგ ან უკვე იძულებითი აღსრულება დაწყებული, ან დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ წინააღმდეგ და მერე იწყებენ უკვე სამართლებრივი გზების პოვნას. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევა იქნება, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ, რომ არასოდეს არ უგულებელყონ, როდესაც სარჩელი ვარდებათ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ შედეგამდე მიიღონ საბოლოო ჯამში. ამ შემთხვევაში გავაგრძელებ, ამ შემთხვევაში რა იქნება შენი რჩევა ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც როგორც თვითონ ამბობენ, რაღაც ფურცლები ჩაბარდათ და არიციან რა გააკეთონ და გონიათ, რომ თუ ასე ვთქვათ, არ გასცემენ პასუხს, ამით პრობლემა გადაიჭრება. რა იქნება შენი რჩევები ასეთ დროს? ხო, ესე იგი ორად რომ გავყო, ასე ვთქვათ, ეს მდგომარეობა, ჩემთან მოდიან კლიენტები, რომლებსაც პირდაპირ ყადაღები დაედოთ ანგარიშებზე. ანგარიშზე ყადაღა, ალბათ ყველამ ვიცით, რას გულისხმობს. მესიჯი შეტყობინება მოგდის და თუ რამე თანხა არსებობს საბანკო ანგარიშებზე, ყველაფერს გვართმევს შესაბამისი ორგანო. ეს ერთი შემთხვევა, ანუ ამ შემთხვევაში უკვე სასამართლო გადაწყვეტილება დგას და ის კანონიერ ძალაშია შესული, ის იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება თუ სხვა სახის და ამ საკითხზეც ვისაუბრებ, იმიტომ რომ ესეც არ არის, ასე ვთქვათ, დასასრული ყველაფრის და მიშველად შეიძლება. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, აუცილებლად და ძალიან მკაფიოდ და ნათლად მინდა განვაცხადო, რომ როგორც კი სარჩელი მოგვივა სახლში და მივიღებთ ამ სარჩელს, მეგობრებო, 10 დღის ვადაში აუცილებლად დავეკონტაქტოთ ჩვენს მეგობარს. არსებობს მაგალითად უნივერსიტეტებშიც არსებობს სხვადასხვა სამართლის სკოლები, სადაც სტუდენტები ეხმარებიან შესაგებლის დაწერაში. მოიძიეთ, თუ მაგის სახსრები არ გვაქვს, რომ იურისტი ავიყვანოთ, აუცილებლად მიმართეთ ვინმე ახლობელ კოლეგა იურისტოს, რომელიც აგვეხმარება შესაგებლის შედგენაში, ვინაიდან ამ დროს ბანკი ჩათვალეთ, რომ
100%-ით ითხოვს იმ ჯარიმებს, რომელიც შეიძლება სასამართლომ საერთოდ არ დაგაგისროთ. და მე მაქვს ახლა ესეთი შემთხვევა, დაახლოებით 50,000 ქონდა აღებული და 120 ედავება ბანკი და აუცილებელი იმისთვის რომ მივიღოთ ხარისხიანი მართლმსაჯულება მოსამართლეს მისცეს საშუალება განიხილოს შეამციროს ჯარიმები წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ დაგეკისრება ჩაწერო შესაძლებელში ორი სიტყვა და შეიძლება ამ ორი სიტყვა გიშველოს. კი და ხო ამიტომაც არ უგულებელყოთ აუცილებლად ვადაში 10 დღიანი ვადა აი ეს რომ დავიმახსოვროთ იმიტომ რომ ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა მოსამართლეს ფიზიკურად არ აქვს დრო ყველა წამყვან გადაწყვეტილებას გაეცნოს და შენ როდესაც უთითებელ კი უთითებს არჩევში კი და ძალიან ხშირად მქონია მე პირადად შემთხვევა როდესაც მოსამართლეს უკითხავს რომ აი რომელი ნომერია რომელი გადაწყვეტილება და ის პირიქით მე მაძლევს იმ ფუფუნებას რომ დავიხმარო მოსამართლესაც ხო იმიტომ რომ უამრავი საქმე აქვს ნამდვილად და ძალიან კარგი იქნება ეს სავალდებულო ანუ must რაც უნდა გააკეთონ და რაც შეეხება ძალიან კარგი იქნებოდა თუ შემდგომში მე უკვე შედარებით კვლევებს გააკეთებდნენ თუნდაც აი სტატიას გაეცნობოდნენ ევროკავშირის დირექტივას, რეგულაციას, იქაურ პრაქტიკას, ეს იქნებოდა უკვე ბრწყინვალე, ვინაიდან სრულფასოვნად შეძლებდნენ მხარის ინტერესების დაცვას. შეჯამების სახით რო გითხრა ზოგადი რჩევები რას ეთყოდი ჩვენ მაყურებელს იმ ხალხს რომელსაც სესხი აქვს აღებული და რომელსაც დავა აქვს სასამართლოში და ასევე რომელიც სამომავლოდ აპირებს სესხის აღებას რა უნდა გაითვალისწინო ის ძირითადი რჩევები რა შეგიძლია უთხრა ჩვენს მსმენელს პირველ რიგში ვურჩევდი აუცილებლად ისევ და ისევ როდესაც სესხს იღებენ დათვალონ ჯამურად რამდენის გადახდა უწევთ ბანკისთვის უკან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. თუ სარჩელი მიიღეს, აუცილებლად შევიტანოთ შესაძლებელი მეგობრებო, იმ გარკვეულ ვადაში, 10 დღიან ვადაში და მივცეთ სამართლოს საშუალება განიხილოს საქმე, ვინაიდან პირგასამტეხლოების ნაწილში ხშირ შემთხვევაში აკლდება თავად მხარეს, ასევე ყველა ის ჩანაწერი, რომელიც იქნება კაბალური და იქნება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგო, შესაძლებელია გაბათილდეს. აქედან გამომდინარე, მე ვურჩევდი, რომ აუცილებლად მიმართონ სასამართლოს. კი ბატონო, მე მგონი ძალიან საინტერესო ეთერი გამოგვივიდა, ჩვენი მაყურებელი ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებდა და ძირითადი საკითხები რაც ხო, ყველაფერი მე მგონი ამოვწყვეთ სრულად და სრულფასოვნად. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოს ესილი ჩვენთან სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ, წარმატებებს გისურვებთ.